რუბრიკის სპონსორია გაგრძელებთ დილის გადაცემას, როგორც უკვე დაგიანონსეთ, მუნთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ, ასევე ძალიან მაინტერესებს ხშირად ხდება ხოლმე, რომ ასე რა ვთქვათ, მოლებში და მსგავს ადგილებში, სადაც ვიზომავთ ტანსაცმელს, რამდენად არის მსგავსი ადგილები, მუნის გავრცელების რისკი. მოკლედ, ჩვენი სტუმარი არის ნათია შეყლაშვილი, დერმატოვენეროლოგი, რომელიც აი ამ თემებზე გვესაუბრება, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და აი რაც თქვი, რაც რაღაცნაირად გვაშინებს ხოლმე ყველაზე მეტად არის ის, რომ სად არის, ასე რა ვთქვათ, თავი კერა და სად უნდა დავიცვათ თავი, რომ შედარებით, რა თქმა უნდა, კომფორტულად ვიგრძნოთ ჩვენი თავი, რომ არ დაგვემართება მუნი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მუნი ეს არის კანის პარაზიტული დაავადება, მუნს იწვევს მუნის ტკიპა. ხდება ეს არ არის ძაღლის ტკიპა, ასევე აღნიშნავს ერევა ხოლმე. ცხოველებიდან არ ხდება ადამიანზე გადასვლა და პირიქით. მუნის ტკიპა იჭრება კანში, კანის რქოვანაშრეში აკეთებს გვირაბებს, იგდებს კვერცხებს და მრავლდება. დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილის შეგრძნება, ქავილი ძირითადად ძლიერდება ხოლმე ღამის საათებში და სითბოში. რაც შეეხება გადადებას, მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება, ანუ გადადება ხდება ამ დაავადების შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ გადადებისთვის აუცილებელია, რომ ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი იყოს კანით კანთან. ძირითად შემთხვევებში ეს ხდება ოჯახის წევრებში, ბავშვების შემთხვევაში ბაღებში და სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში. რაც შეეხება მოლებში, მაგალითად ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცებით ამის გადადებას, იშვიათ შემთხვევებში ხდება, მაგრამ არის ესეთი შემთხვევები, აი მაგალითად, როდესაც ვინმეს ხელს ჩამოვართმევთ, ესეთი მარტივი არ არის, რომ ხელის ჩამორთმევით ან ტანსაცმელთან შეხებით ეს გადავიდეს მუდმივი და მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეს კანით კანთან. და ასევე არის მიეკუთვნება სქესობრივად გადამტებ დაავადებასაც. როგორ გამოიხატება ეს, როგორი გამონაყარი ახასიათებს ხო საინტერესო იქნება. შეიძლება გავდეს აკნეს, მე როგორც შეიძლება გავდეს ასევე ფსორიასაც და რაღაც ალბათ იქნება განმასხვავებელი, როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას მუნის ჭერს და დროა რომ მივიდეს ექიმთან. კი. რაც შეეხება გამონაყარს, გამონაყარი ძირითადად გვხვდება თითებს შორის, თითების გვერდითა ზედაპირებზე, მაჯებზე, შესაძლებელია შეგხვდეს დუნდულების მიდამოში, გავაწელის მიდამოში, გენიტალიების მიდამოში, ასევე ქალების შემთხვევაში სარძევე ჯირკვლებზე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გვხვდება სახეზე, სკალპზე და ხელისა და ფეხის გულებზე, ძირითადად ეს გვხვდება ბავშვებში, სადაც უფრო რადგან ნაზი კანი არის და რაც შეეხება გამონაყარს, გამონაყარი გვხვდება წვრილი, ხაზოვნად განლაგებული კვანძების სახით, შესაძლებელია ვეზიკულები ან ბუშტუკები შეგხვდეს და რადგან დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილის შეგრძნება, ესეთ გამონაყართან ერთად ამ გამონაყარს თან ახლავს ხოლმე ექსკორიაციები, ანუ ნაკაწრები, ჰემორაგიული ქერქები, ანუ სისხლიანი ქერქები. რაც შეეხება ფსორიაზისგან მის განსხვავებას, მუნის ორი ფორმა არსებობს, კლასიკური ფორმა და ქერქოვანი ფორმა. ქერქოვანი ფორმა უფრო გავს ფსორიაზს, იმიტომ რომ დამახასიათებელია მაგალითად კიდურებზე კანის გარქოვანებით, რაც ფსორიაზსაც ახასიათებს ხოლმე. და მუნის შემთხვევაში საინტერესო იქნება დაგვიანების შემთხვევაში, თუ კი არ მივმართავთ ექიმს დროულად და არ მივალთ კლინიკაში, რა გართულებებთან შეიძლება გქონდეს საქმე? კი, ძალიან საინტერესო კითხვა. ძირითადად გართულება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც მკურნალობა არის დაგვიანებული და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად პაციენტი მიმართავს სხვადასხვა საშუალებებს, მაგალითად სახლში რაც მარტივად მოეპოვება ლიმონს, ძმარს და ასე შემდეგ, ამ დროს ხდება კანის გაღიზიანება, ირღვევა კანის ბარიერი და მარტივად ხდება სოკოვანი როგორც ბაქტერიული ინფექციის შეჭრა, ხდება მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულება მუნის, მაგალითად იმპეტიგოთი და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შლის კლინიკურ სურათს, ამახინჯებს კლინიკურ სურათს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ დაგვიანებულ დიაგნოსტირებამდე და დაავადების გართულებამდე.
შეგიძლიათ გითხრათ დაახლოებით რა არის ხოლმე გამომწვევი მიზეზები, ანუ რა გზით უფრო ხშირად ვრცელდება მუნი, ან პაციენტების ესე რომ ვთქვათ პროცენტულობა რო განსაზღვროთ, რომ რაღაცნაირად გამოდგეს მათთვისაც ეს ინფორმაციის ის მაგალითი, რომ თავი დაიცვან მსგავსი მდგომარეობის დროს. ძირითადად როგორც უკვე ვთქვით, გავრცელება ხდება კანის, კანთან მჭიდრო კონტაქტით. და ძალიან იშვიათია, რომ პირადი მოხმარების საგნებით ან როგორც ვთქვით, თეთრეულით, პირსახოცით ან სხვა ნივთებით მოხდეს გადადება. აუცილებელია, რომ კონდეს კონტაქტი კანში თუ არ შეიჭრა მუნის ტკიპა, სხვანაირად ვერ განვითარდება. და ასევე რა არის ის გავრცელებული შეცდომები, როდესაც ადამიანები უშვებენ, როდესაც თვითნებურად გადაწყვეტენ, რომ უმკურნალონ აი ამ დაავადებას. ძირითად შემთხვევებში, როდესაც პაციენტები მოგმართავენ ხოლმე, ქავილის გამო უკვე გამოყენებული აქვთ ადგილობრივი მოხმარების საშუალებები, გულისხმობს სტეროიდების შემცველ კრემებს, მალამოებს, ლოსიონებს, ასევე ხშირად გამოყენებული აქვთ ხოლმე სისტემური მოხმარების ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები. ეს ყველაფერი დროებით ხსნის ქავილის შეგრძნებას, რა თქმა უნდა, არ ახდენს მუნის ტკიპის ელიმინაციას და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხალხური მეთოდებით მკურნალობა, რა თქმა უნდა, ართულებს დაავადებას. მათ შორის სპირტზე მაინტერესებს, ხდება ხოლმე მისი გამოყენება და რამდენად უსაფრთხოა, ზოგადად რამდენად შეიძლება. ზოგადად სპირტით ვერ განკურნავთ მუნს, იმიტომ რომ სპეციალური სამკურნალო საშუალებები არსებობს ამისთვის, ძირითადად ადგილობრივ საშუალებებს ვიყენებთ ხოლმე. სპირტ შეუძლია, რომ კანი გამოაშროს, გააღიზიანოს, კანის ბარიერი დაარღვიოს და როგორც აქამდე ვთქვით, შეიჭრას იქ ბაქტერიები და სოკოვანი ინფექციები და გართულდეს მეორადი ინფექციით. ხო, ტანსაცმლიდან გადადებაზეც მინდა რომ მკითხოთ, აი მე ვეთქი ხა ვიდრე ვემზადებოდი ეთერისთვის და მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ შეიძლებოდა რომ მაგალითად მაღაზიაში მოვიზომოთ რაღაც ტანსაცმელი და ნუ გავრცელებულია ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელი სამწუხაროდ რომ შეიძლება ეს ტანსაცმლის გაზომვით გადაგედოს შენც აღნიშნული დაავადება. რამდენად სიმართლე შეესაბამება ეს, როგორც თქვენ თქვით, რომ კანიდან კანზე უნდა იყოს კონტაქტი აუცილებლად და ასევე თეთრეულზე და პირსახოცებზეც ვახსენოთ ერთი-ორი სიტყვა აუცილებლად, რამდენად არის რისკიანი ამ მიმართულებით, რომ გადაგვედოს ჩვენც ეს დაავადება. ხანგრძლივი კონტაქტი უნდა გქონდეს მაშინ ტანსაცმელთან, რომ მუნი გადაგვედოს. უფრო იშვიათად ხდება ტანსაცმლით ამის გადადება და ასევე საინტერესოა ისიც, რომ მუნის ტკიპა ცოცხლობს მხოლოდ ადამიანის კანში. თუ ადამიანის კანზე არ არის და მაგალითად მოხდა ეს ტანსაცმელზე, მას შეუძლია დაახლოებით 3 დღის განმავლობაში რომ იცოცხლოს. ამის შემდეგ იგი კვდება და შესაბამისად ვერ გადაგვედება მუნის ტკიპა. და იმუნური სისტემა რამდენად უმკლავდება აი ამ პრობლემას გადადების პროცესს გულისხმობ, თუ ადამიანის იმუნური მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაშია, ნაკლები შანსი არის თუ არა რომ გადაედოს, თუნდაც რამოდენიმე კონტაქტით ვისაც მუნი აქვს. კი ბატონო, დაბალი იმუნური სისტემის დროს უფრო ხშირად ხდება მუნის ერთ-ერთი რთული ფორმის გადადება, ქერქოვანი ფორმის გადადება. ძირითადად დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში ხდება ხოლმე გადადება ამ დაავადების და ასევე საინტერესოა, რომ როდესაც პირველადი ინვაზია ხდება, ამ შემთხვევაში დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის დაახლოებით 3-დან 6 კვირამდე. და ანუ 3-6 კვირის მერე ხდება გამოვლენა სიმპტომების. ამ პერიოდში არის დაავადების მატარებელი ადამიანი, არ გამოვლინდება სიმპტომები, მაგრამ გადამდებია სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ როდესაც მეორედან მესამედ ხდება დაავადების გადადება, ამ შემთხვევაში ეს ინკუბაციური პერიოდი არის 1-3 დღის განმავლობაში და ეს იმას ნიშნავს, რომ წინა სენსიბილიზაციის გამო, ანუ იმუნური სისტემა ამოიცნობს მარტივად მუნის ტკიპას და უფრო მარტივად განვითარდება მეორადი ინვაზიის დროს. იცით რა მაინტერესებს, აი ბოლომდე განკურნების შემთხვევაში
რამდენ ხნიანი მკურნალობაა საჭირო და რაღაც ქრონიკული სახე ხომ არ აქვს ამ დაავადებას და ნამდვილად შეგვიძლია თუ არა რომ სპეციფიკური და ძალიან კარგი მკურნალობით ბოლომდე მოვიშოროთ ეს დაავადება. პაციენტისთვის ზოგადად ინდივიდუალურად ირჩევა მკურნალობის სქემა. თუ პაციენტი ზუსტად დაიცავს ამ სქემას, მარტივად ხდება განკურნება სულ რამდენიმე კვირაში და ასევე მნიშვნელოვანია ამას გარდა, სწორად დაცული სქემის გარდა, რომ აუცილებლად ვინც არის პაციენტთან შემხებლობაში, ვისაც ქონია პირდაპირი კონტაქტი პაციენტთან, აუცილებელია რომ მათაც ჩაუტარდეთ პროფილაქტიკური მკურნალობა და ის ნივთები, რომლებიც ბოლო 3 დღის განმავლობაში შეხებაში იყო დაიფიცირებულ პირთან, ჩაუტარდეს ამ ნივთებს დეზინფექცია. კი ბატონო და ასევე ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ვისაც ეხლა აქვს ეს დაავადება მუნსგულისხმობ, რა რჩევებს მისცემდით მათ? და თუნდაც როგორ უნდა მოახერხონ ის, რომ ნაკლებად გაავრცელონ და რაღაცნაირად არც მათი გრძნონ თავი ზედმეტად დასტრესალს, იმიტომ რომ ეს განკურნებადი არის, უბრალოდ საჭიროა სწორი და დროული ჩარევა. აუცილებელია, როგორც ვთქვით, რომ მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს, დაისვათ სწორი დიაგნოზი, შემდგომ შერჩევა ინდივიდუალურად მისთვის მორგებული მკურნალობის სქემა, აუცილებელია, რომ ზუსტად მიყვეს ამ სქემას პაციენტი და ამასთანავე, როგორც ვთქვით, აუცილებელია მასთან ბოლო 3 დღის განმავლობაში შემხებლობაში მყოფი ნივთების ცხელი წყლით გარეცხვა, შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე გაშრობა, ისეთი ნივთების თუ არის ისეთი ნივთები, რომლების გარეცხვაც არ შეიძლება, აუცილებელია რომ მოხდეს მათი ქიმწმენდა, ან ჰერმეტულად დახურულ პარკებში მათი შენახვა, რადგან როგორც ვთქვით, 3 დღის შემდეგ თუ კანთან არ არის კონტაქტში ტკიპა ვერ ცოცხლობს და ასევე რეკომენდირებულია რომ დასასუფთავებლად, მაგალითად ავეჯის, ხალიჩების ან იატაკის დასუფთავება მოხდეს ტვერსასრუტით, რადგან ზედაპირს მოშორდეს ტვერი, სადაც შეიძლება იყოს ტკიპები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვემარაგეთ ამ მნიშვნელოვანი რჩევებით, რა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ნათია შეყაშვილი, დერმატოვენეროლოგი. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. საუბრობდით მუნთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის როგორც მის მკურნალობაზე, ასევე გადადების და თავდაპირველი ესე ვთქვათ სიმპტომების შესახებ, ამიტომაც იმედი რომ თქვენთვის გამოსადეგი რჩევები მოგაწოდეთ. მკურნალის რუბრიკა შემდეგ სამშაბათამდე გემშვიდობებათ, რომელიც ყოველთვის მოგამარაგებთ იმ ინფორმაციით, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას გაუმჯობესებს. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ